მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. მოგესალმებით გამომწერებო. დღეს შემოვედი ესეთი თემით, მაგალითად, რა სიახლეები იქნება, რას გვეტყვის სამყარო. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად ჩემი სიტუაცია. პირველი ხაზი ჩაიფიქრეთ თითოეულ ხაზზე. სამ ხაზს გავაკეთებ, ჩაიფიქრეთ თქვენი სიტუაცია და იმასთან დაკავშირებით, რასაც ტარო და სამყარო გვეტყვის, ისე გადაათამაშეთ თქვენს თავზე. აბა ვნახოთ პირველი დღის სიტუაცია. ბიჭი მოფრინავს, მორბის, გამარჯვება, ან თქვენი შვილი, თქვენი მეგობარი, მამაკაცი, მოკლედ შვილიშვილი, ან თქვენ ბიჭებო გაიმარჯვებთ, უკვე თან ისე ჩქარა გადადგავთ ნაბიჯებს, რომ გაიქცევით პირდაპირ რა, გაიქცევით. აბა ვნახოთ, კი, ვარსკვლავი, სურვილის ასრულება, გამოჯამრთელება, ოჯახის შექმნა, წარმატება აბსოლუტურად ყველა სფეროში, თქვენი იმუნიტეტი გიბრუნდებათ, თქვენი სოცმხედველობა გიბრუნდებათ, მოკლედ გაიმარჯვებთ იმ სფეროში, რაც ჩაიფიქრეთ, ძალიან კარგი. ეს სიტუაცია, ისევ ახალი ნაბიჯები, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და აუცილებლად იქნება გამარჯვება. ნამდვილად უყურეთ, იზეიმებთ, ახალი სამსახური, თანამშრომლები, ახალი ნათესაობად შეიძლება შეიძინოთ, იმიტომ რომ მე აქ ოჯახის შექმნაც მიკარნახეს, არ გამოვრიცხავ, თუ ვინმეს გაქვთ ზეიმიან დაბადების დღე, გილოცავთ, მოკლედ ყველაფერში გაქვთ, როგორც იცით, ნაბიჯ თითქოს სპეციალურად, სამყარომ დაგიგეგმათ, რომ დღეიდან ესე იქნება, პირველი დღე ხო ეს არის, დღეიდან ესე წავა საქმე, ძალიან კარგი. ესე იგი, ეხლა რა ხდება აქ, უყურეთ, ან თქვენ შვილიშვილს ექნება გამარჯვება სიტუაციაში, სწავლაში, საქმეში, გამოჯამრთელებაში, შეიძლება ახალი მანქანა იყიდოთ, შეიძლება გადაადგილებაც იყოს, ძალიან სწრაფად მოხდება ეს, ძალიან სწრაფად. ან თქვენ ბიჭებო, ან თქვენი შვილები, გოგოებო, თქვენი მეგობრები, შეყვარებულები, ნებისმიერი სიტუაცია, სამსახური, თანამშრომელი, ხო? მოკლედ, აქ არის ცოტა ფარული ურთიერთობასაც მეუბნებიან, ანუ გამოაშკარავდება ეს ყველაფერი, უფრო მოგისმენთ ხალხი, უფრო დაგინახავენ, ადრეც იყო ეს თქვენი სიტუაცია ესეთი წარმატებული, მაგრამ მერე ჩამოგიკიდეს, იცით, გაზაფხული ზამთრად გიქციეს, ზამთარში გადაიყვანეს თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი წარმატება, თქვენი ფინანსები, ოჯახური სიტუაცია, ოჯახური ურთიერთობა, თანამშრომლური ურთიერთობა, ეს გვირგვინი, რაც ჩამორთმეული იყო და ვინც ესე იგი სოციუმი დაგინახავთ, მიხვდით ხო, გარე სამყარო, ისევ დაგინახავთ, ისევ მოგისმენთ და ისევ უკვე თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ისეთი წარმატება იქნება. კარგით, აბა მეორე დღე ვნახოთ. მადლობა სამყარო, მადლობა. გადასარევი, ამას მე ხო ჩამთვისაც ვუყურებ. უყურეთ, ისევ მამაკაცი ამოვიდა. ეს რა არის, იცით, რვიანი პენტაკლი, დაუღალავი თქვენი შრომა, დაუღალავი თქვენი ფულის გამომუშავება, თქვენი ხელობა, თქვენი პროფესია, არ ჩაივლის ფუჭად, იმიტომ რომ აქ თქვენ
ცხენის სახით ანგელოზიც კი გეხმარებათ, იცით? აი აქ ჯამრთელობა, როგორი გამწვანებული ხე არის უყურეთ. აი აქ თქვენი ესე იგი ბედი, აი უყურეთ, ნალი, ფორტუნა, ვინც წაგართვათ, ხო? იმაზე, რაზეც მუშაობდით და უღალავად სამყარო გეუნებათ, რომ გააგრძელეთ მუშაობა, გააგრძელეთ, არ დანებდეთ მუშაობას, არ დაანებოთ აი ამ რაზეც ესე იგი დამდგარი ხართ და შემდგარი ხართ. ოპა, ამოტრიალდა, მოდი მე ამას. ამოტრიალდა, მაგრამ აქ 5 დაჯდა. აი ასე ინება სამყარო. მოდი ვისაუბროთ, გავარჩიოთ მეორე დღე, ნახეთ როგორი საინტერესოდ დაჯდა. რითი დავიწყე? დაუღალავი შრომით, დაუღალავი არსებობით, ხომ? გზები რო გქონდათ ჩაკეტილი, თქვენს გამარჯვებასთან დაკავშირებით რო გადაგიკეტეს ყველანაირი გზები, ჯანმრთელობასაც ვგულისხმობ მე. შეიძლება ვინმე ის არის, რა ქვია, გამოჩენილი ადამიანია, შეიძლება სპორტით არის დაკავებული, შეიძლება მართლა ჯანმრთელობას ეხებოდა, მიხვდით, ხო? აი მუსკულატურას, აი ძოლებს რასაც ეხებოდა, ხო? აი იქედან გამოდიხართ, ანუ ამას ქვია სრული გამოძრომა, ურთიერთობაში, სიყვარულში, გზები რო გქონდათ ჩაკეტილი, აუცილებლად ვისაც შერიგება გინდათ, აუცილებლად იქნება შერიგება, ან ახალ პიროვნებას გაიცნობთ, შეიძლება არ არის გამორიცხული, ვისაც დიდი ხანი ელოდებოდით, ხო? ან რო არ იცოდით, ვის ელოდებოდით თქვენ მეორე ნახევარს, ის აუცილებლად მოვა. გოგოებო, აუცილებლად ძალიან ძლიერი მამაკაცი მოდის თქვენ ცხოვრებაში, ან ის მამაკაცი, რომელსაც ელოდებოდით, ხო? მობრუნდება. ეხლა თუ 2 წელი არ არის წასული და 3 წელი მობრუნდება აი ამ ფარგლებს შორის. ანუ გააგრძელეთ მუშაობა, ან ქალბატონებო, თქვენს შვილებს, თქვენ შვილიშვილებს, თქვენს მეგობრებს, აი ეს აღდგება, რაც ჩაკეტილი იყო და ლოდინის რეჟიმი გქონდათ ჩართული, ესე იგი რომ მარტო იყოთ, გოგოებოც და ბიჭებოც, რომ მარტო იყოთ, ბედი ჩაკეტილი გქონდათ, აი როგორც აი უჩინარი, ნევიძიმკას რო იძახიან, უჩინარი ადამიანი, აი ესეთი პორჩა დაგადეს, ხო? აი ამ სიტუაციიდან გამოდიხართ, ისევ ისეთი დედოფალი თასების იქნებით, ისევ ისეთი სითბო და სიყვარული გექნებათ და ისევ წარმატებებს მიაღწევთ, ბიჭებო, თქვენს გვერდზე შეიძლება დაიყოს, შეიძლება თქვენი მეგობარი გოგონა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. ანუ კრეატიული ადამიანი, თბილი ადამიანი, ძალიან თბილი ურთიერთობა იქნება. მოკლედ, ჩამოყალიბდება ის გაყინული, ის გაციებებზე, რომ თქვენ ესე იგი ცუდი საქმეები გეკეთებინათ, ცუდ გზებზე დამდგარიყავით, იმიტომ რომ გიკეტავდნენ აი ამ გრძნობებს, ანახატას, ხო? გულის ჩაკრას, ხო? გიკეტავდნენ და ესე იგი თქვენს ცრემლებზე, ემოციებზე მუშაობდნენ, ხო? არაკეთილის მსურველები, აქედან გამოდიხართ, უკვე გამომძვრალი ხართ, უკვე, მადლობა სამყაროს. აბა მესამე დღე ვნახოთ. კი, იცით რა არის, რას გეუბნებიან? ცოტა არ იყოს ვიღაცა ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით, აი ისე ურთიერთობა დაჯდა, მაგრამ ეხლა არა მარტო ოჯახური, არა მარტო ქალვაჟური, ხო? აი თქვენი ფორტუნაც დაჯდა, უყურეთ, ფორტუნა, ნახეთ, როგორ კარგად დატრიალდა 4-ვე სეზონზე, ესე იგი ისევ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებ, ისევ წარმატებაზე, თქვენს სიძლიერეზე, თქვენს გონებრივ ჩართვაზე, ანუ ცირკულაცია ტვინში მოხდება, აი ყველა სეზონზე როგორც ფიქრობდით, აი როგორც სწრაფად და კარგად იცვლება, ხო? აი ეს ყველა სიტუაციაში თქვენს ცხოვრების სფეროში, გოგოებო, ბიჭებო, ისეთივე სიტუაციები წინსვლა, გამოჯანმრთელება, თქვენ აი რომ
გაფიქრებული არ ქონდათ, ჰოპ, უკვე გაკეთებული იყო თქვენგან. ცოტა აი ამ 7-იანი თასებიდან უნდა გამოხვიდეთ, მიხვდით ხო? არ ჩარჩეთ ილუზიებში, ნაბიჯები გადადგით. ანუ ნუ ელოდებით ტყუილა უყურეთ, სხვა არ გააკეთებს თქვენს მაგივრად უყურეთ, უნდა გადადგათ ნაბიჯი. რამე გაქვთ შესავსები, სივები თუ ცივი რას ეძახიან სამსახურზე, კარიერაზე ხო? თქვენს არქიტექტურა მომაწოდეს უცებ არქიტექტურულ მშენებლურ სიტუაციაზე. ესე იგი მშენებლობა, ანუ ურთიერთობაც ხო უნდა აშენდეს, მიხვდით ხო? უნდა აშენდეს ურთიერთობა, რომ ჩამოყალიბდეს როგორც თანამშრომლური ბიზნესი, სიყვარული, ურთიერთობა, ოჯახი, სიყვარული რა არის ხომ? მუშაობა. აქ იყო აი ეს ილუზია რა არის, ვიღაცამ ილუზიები შეგიქმნათ, თავისთვის ეცადა, რომ თქვენი გზები ჩაეკეტა, რომ ესე იგი მარტო მასთან ყოფილიყავით და ბრმად რომ ნდობა გქონოდათ მისი, მაგრამ თქვენ ამას მიხვდით უკვე, ან თუ არ მიხვდით, უკვე მალე მიხვდებით, ძალიან მალე მიხვდებით და გაიგებთ რა სიტუაციაში იყავით და გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან მიხარია, მადლობა სამყაროს და ნინიას. ეხლა ვნახოთ აუცილებლად უყურეთ, დარიგება უნდა მეთქვა და გადმოვარდა სამიანი ხმლები. ნამდვილად აი ეს ჩაჭრილი გზები, აი ეს მოლოდინის რეჟიმი, ხო? და ეს ამოყირავებული სიტუაცია, აი ამ სიტუაციაში გამოდიხართ და ამ სიტუაციიდან გამოდიხართ, ნუ ეხა შურიანებს და ჭორიკნებს ვერ მოვსპობთ, ხო? ჩვენ სამყარო თეთრი და შავი ძალებით არის შექმნილი და ეს არც ჩემი და არც თქვენი დაწესებული არ არის, ხო? უყურეთ, არსებობს უფალი და არსებობს ეშმაკი. ვიღაცა ეშმაკობდა თქვენთან დამოკიდებულებაში, ურთიერთობა სიყვარულთან დამოკიდებულებაში, რომ ესე იგი გელოდათ, მაგრამ ლოდინის რეჟიმი ჩაგირთეს, მაგრამ არ იცით რაზე, ვის დალოდებოდით, ან რას დალოდებოდით. გამოდიხართ მოკლედ აი ამ ამოყირავებული სიტუაციიდან, გოგოებო, ბიჭებო, ან თქვენი რაც ჩაიფიქრეთ იმ სიტუაციიდან და დარიგება არის, რომ რაც თქვი ამ ბოროტ ხალხს ჩვენ ვერ აღმოვთხრავთ ბოლომდე, ეს უნდა იყოს ესე იგი დარიგება არის ესეთი, რომ უფრო მეტად ყურადღებიანი იყავით, უფრო მეტად აგეხილებათ თვალი და უყურეთ გამოჩნდება ის პიროვნება, ვინც თქვენს ურთიერთობაში ჩაერია მასკას უკვე აიხდიან და თუნდაც თქვენი ჩაფიქრებული სიტუაციიდან. მოკლედ, დამელოდეთ ავკრიფო, ეს იგივე თქვენს ამინს ნიშნავს და ძალიან დიდი მადლობა, გამოიწერეთ სტუმრებო არხი, იმიტომ რომ ჩემი გაშლები და რიტუალები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მაქვს, ჩემი ენერგიები ისე არ რეზონირდება. ვხედავ ხოლმე, რომ თუ გაეწერებით და ან დროებით ჩაეწერებით არხს გამოიწერთ და მე გაეწერებით, ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ეხა მომივიდა ინფორმაცია, რომ შეიძლება ასე გააკეთოთ. მაგრამ ეს მაინც არ იმოქმედებს. თქვენ ასე სამყაროს ატყუებთ, ეშმაკს და უფალს ვერ მოატყუებთ. არ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.